მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ნამდვილად, იმიტომ რომ მე როგორც მაყურებელი ყოველდღე ვცდილობ რომ თვალყური ვადევნო და ეს ძალიან დიდი დასაფასებელია ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის, იმიტომ რომ თითოეული სიუჟეტი, თითოეული ჩვენს მიერ დაწერილი არ ვიცი Facebook სტატუსი, ჩატარებული აქცია ძალიან ბევრს ნიშნავს. არ მალავენ უკრაინელები, ხო პირიქით გთხოვენ რომ ჩვენ ეს მუხტი არ შევანელოთ. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას. არ დაგიმალავთ და გუში რაც იკადრა კობახიძემ ეთნიკურ შუქთან დაკავშირებით რა. გუში რაც იკადრა ქართული ოცნების პარტია, ქართული ოცნების თავმჯდომარე. წინასწარ მომზადებული ტექსტი რო წაიკითხა და ქართველები დაადანაშაულა ეთნიკურ შუხში და შეუწყარებლობაში, ფაშიზმში და ნაციზმში მსგავსი სახიბათო განცხადება ამ ჯგუფს, რომელსაც ძნელად ეწოდება უკვე პოლიტიკური ჯგუფი, არ გაუკეთებია. დაგვადანაშაულა გიორგი ინგა, დაგვადანაშაულა ის ერი ფაშიზმში და ნაციზმში და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამ მიწაზე არასოდეს არ შეუმჩნევია არავის, რომ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაში ყოფილიყავით ჩართულები. იმ ქვეყნის მოქალაქეები დაგვადანაშაულა ფაშიზმში და შეუწყარებლობაში, სადაც ერთ ქუჩაზე არის სინაგოგა, მეჩეთი, ტაძარი. იმ ქვეყნის მოქალაქეები დაგვადანაშაულა ომის წამოწყების სურვილში, სადაც მშობლები ყავს, კაცო, დედაჩემი, მამაჩემი, შვილი 7 წლის და შვილები და ბებიები და ბაბუები და დები და ძმები და დაგვადანაშაულა ამ სინდისისგან დაცილმა მაპატიეთ ადამიანმა, სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებ ადამიანმა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი მშობლების და შვილების სიკვდილი, კაცო. ხო ამას ნიშნავს, ხო? ჩვენი მშობლების სიკვდილი გვინდა და ჩვენი ნათესავების ოჯახ ყველაზე საყვარელი ადამიანების სიკვდილი გვინდა და გვინდა რომ ამ ქვეყანაში ცვიოდეს რაკეტები და ფთოსანი, არ ვიცი, ბომბები და სკოლები და ბაღები იბომბებოდეს. ეს ძალიან ცუდი ხაზია. არ ვიცი რა, ანუ თქვენი აზრი მაინტერესებს, რატო გადაწყვიტა ამ ხაზზე დაჯდომა ოცნება, მაგრამ მართლა ძალიან სახიფათო. იმის მაგივრად რომ აი დღეს უკრაინაში აღარავინ აღარ არის ორიგინალური და ახალს არ ამბობს, როცა ხალხს უსმენთ რომ წდება არა უბრალოდ ქართველების ჩვენი სახელმწიფოზე ბედი, რეგიონის ბედი, ჩვენი კონტინენტის, ევროპის ბედი წდება უკრაინაში, მართლაც. ბევრი მიმართულებით ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოების სისტემები თავიდან ლაგდება, ხო? ამ დროს, როდესაც ხელისუფლება ხარ, იმის მეგრად ეცადო დაშორიშორებული საზოგადოებრივი ჯგუფები დაახოვო, პირიქით ცდილობს, პირიქით მიზან მიმართულად ცდილობს ხელისუფლება და გამართული ქართულით საუბრობს პრაქტიკულად ერთი იგივეს, რასაც საუბრობენ კრემლში, რასაც საუბრობს დღეს ხელისუფლება, მეც კი არაფერს აკეთებდა პუტინი იდეოლოგიური მანქანა უკრაინაში სანამ ბომბების ცვენას გაუშვებდა, რომ იქ შუღლი არის ეთნიკური, რომ იქ შეუწყარებლობაა, რომ იქ ფაშისტები არიან, იქ ნაცისტები არიან. მეც კი არაფერს საუბრობდა კრემლის იდეოლოგია, სანამ სოხუმში შემოვარდებოდნენ, სანამ სამხრეთ ოსეთში შემოვარდებოდნენ. რას ამბობს ახლა ნიკა მე მომეწონა თუ შენც ასე ფიქრობ, რომ აქეთ ადანაშაულებს არა, იდეოლოგიურ სამხედრო დაპირისპირების არა, ამით ცდილობს შეშინებს სამართლიანად მეც, თქვენც, ყველანი და ზელენსკიმ თქვა, რომ კი შეშინებული, იმიტომ მიყვარს სიცოცხლეო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიბრძოლო. როგორ შეიძლება ომის წარმოდგენაზე არ გეშინოდეს, მაგრად მეშინია და გვეშინია ყველა წარმოდგენაც კი, მაგრამ აკეთებდე ოფიციალური პირი ხელისუფლების ნომერ პირველი ხო რეალური ძალაუფლება ამ ადამიანს აქვს, ხო იქ ხა არ ვიცი, დაუწერეს ის, რასაც კრემლი პედალირებს წლების განმავლობაში და რატომ? იმიტომ რომ შიშებზე ითამაშოს მოქალაქეების, გესმით? ემოციებზე ითამაშოს. და შეშინდეს ხალხს, არ გვინდა, ოღონდაც ომი არ მომისაგ და ოღონდაც რაღაც დაპირისპირება და გავჩუმდე. მთელი ჩვენი საქმიანობა, თქვენიც, ჩემიც, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის ოპოზიცია კი სამოქალაქო საზოგადოება. თუ არ ვიცი ხელისუფლებაში, საჯარო სამსახურში ჩვენი მთელი საქმიანობა ეძღვნება მშვიდობის და თავისუფლების მოპოვებას. მთელი ჩვენი ოპოზიციის მხრიდან უცხოელებთან
კავშირის დამყარება, ამ კავშირის განვითარება მხოლოდ თავისუფალ და მშვიდობიანი სახელმწიფოს შენებას ეძღვნება და მაპატიეთ რა ეხა ადამიანი რომელიც ამას ბედავს ეს ადამიანი არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გაღვივებას ცდილობს იქ სადაც კაცობრიობის ინტერესი დევს სასწორზე. იმ ქვეყანაში გიორგი სადაც ეხა მართლა რაღა კოსმოპოლიტიზმი დაწერა ვაჟებს ქვეყანაში და პატრიოტიზმი, კაცო, კაცობრიობის ინტერესს ხშირ შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში უფრო მაღლა აყენებდნენ ქართველები ვიდრე ჩვენი ერის და აი ასეთი ქვეყნის მოქალაქეებს, როდესაც ოფიციალურად, ხახდო, ოფიციალ ბრიფინგზე დაწერილი ტექსტით იტყვიან იმას, რაც გუშინ თქვენს ამის გამო, კი, რა თქმა უნდა, ვიყოთ ფრთხილად, როდესაც ჩვენ გვყავს ჩასაფრებული ხელისუფლება, რომელიც არის გაბანკროტებული, რომლებაც დახმარების ერთი ხელი არ გაუწოდეს უკრაინელებს. გვეტირება, ხო, სიამაყისა და ვიცი, აქ ბრაზით ცნებლები მოგდის, ყოველდღე, როდესაც ვიდეოებს უყურებთ, როგორ იბძვის გმირიერი, მართლა, გმირიერი, რომელიც აყვავდება ეს ქვეყანა, იმიტომ თანამედროვე გმირები გაუჩნდა. თანამედროვე გმირები გაუჩნდა თანამედროვე იმ უკრაინულ ქალაქებში, რომელთა დასახელებებიც არ იცოდა უმრავლესობა. ჩვენ განმარტავს დაგისვავთ. და აი ქალაქები ახსენეთ თქვენ და ლვოვში არის ეხლა როგორც პროდიუსერები გვეუბნებიან განგაში სიგნალი. მორალურად გაიმარჯვა გიორგი ინგა, გაიმარჯვა. სამამულო 45 წლის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დღემდე მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანები ვინც შემორჩნენ, ხო? დიდება მათ მართლა და დიდი სიცოცხლე. მათ დავატარებთ ხო ყველანი ჩვენ ხელის გულზე. წარმოიდგინეთ თანამედროვე უკრაინაში ცოცხალი გმირები გასცენ სიმბოლოები მამაცობის, პატრიოტიზმის, სახელმწიფოებრიობის. აი ამ სახელმწიფოში მილიარდობით ინვესტიცია ჩაიდება და იქნება წარმატებული ყველაზე განვითარებული ქვეყანა და უნდა გავაკეთოთ არჩევანი გიორგი. საით გვინდა ფიქრებით მაინც კარგით ვერ ბედავს ბევრი საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას. მაგალითი მკაფიო არის ერთი სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეა არის რუსეთის მეგობარი. ერთი მინდა დაგისვათ კარელიის რესპუბლიკა. აი ამაზე განცხადებასთან დაკავშირებით. მაგალითები რა უნდა მოვიდეთ. კი ბატონო, გეთანხმებით ნამდვილად რომ უკრაინელები დღეს არიან მართლა სინათლის რაინდები და ისინი იბრძვიან სინათლისკენ და ამ კონფლიქტს მხოლოდ ორი ფერი აქვს, შავი და თეთრი და სხვა რაღაც პლასტი არ არის, ხო? აი კობახიძის გუშინდელ განცხადებას რომ ჩაუღრმავდეთ, ხო? მან თქვა რომ კანონი უნდა გამკაცრდეს, არსებობს დისკრიმინაციული საფრთხეო და რუსების ფიზიკურ შეურაცხყოფაში შეიძლება გადაიზარდოსო. აი მოდი ძალიან დეტალურად დავხსნათ რა საფრთხის შემცველია ეს და რატომ ჯდება ხელისუფლება ამ ხაზზე? პირველ ნაწილზე ვისაუბრეთ, რაში დაждო ქართული ოცნება. რომ დაждო, მაგრამ აი გიორგის კითხვა ეხა მეც მაინტერესებს. როგორ ფიქრობთ, აი რატომ? ხო. აი რამე რა არის ეს? ჩვენ მთელი სოფლიო თვალყოს და მათ შორის ქართველები ვადევნებთ. ხდება უკრაინელების თავს, ბუნებრივია ეს იწვევს პროტესტს, ხომ? ბუნებრივია კითხვის ნიშნები ჩდება. როდესაც საუბარი ეხება რუსეთის მოქალაქეების მასიურად შემოსვლა საქართველოში. არ შემოსვლას, ხო? ბუნებრივია ასეთ დროს, როდესაც ცალკე აღებული ერთი საქართველოს მოქალაქე ან ბიზნეს სუბიექტი ან სხვა კიდევ ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი პროტესტი მოაქციოს იმ ფარგლებში, რომ ეკონომიკური ურთიერთობა არ დაამყაროს, ან სასესხო ურთიერთობა არ დაამყაროს. ეს არის არა ფაშიზმის და ნაციზმის და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა, არამედ ძალიან სინდისიერი პროტესტის გამოხატვის ფორმა, ხომ? რაც შეეხება კონკრეტულად და აი ამ ყველაფერს წრფელ ემოციებს ხელისუფალი იყენებს სხვაგვარად და ისეთ ცეცხლს აღვივებს, რომელსაც აღვივებს მთელი წლების განმავლობაში კრემლი, კაცო პროპაგანდით. მეც კი გაუგებარი, სრულად გაუგებარი და მართლა მეც გიორგისავით მაქვს ეს კითხვა, ეხლა რატომ, რას ემსახურება და ამ დროს ჩვენ ვიგებ, თითქოს ჩვენ გვადანაშაულებს საზოგადოება, ოპოზიცია, ეთნიკური შუღლის გაღვივა და რადიო თავისუფლების ინფორმაცია, რაც წავიკითხეთ, დოჟი ჟურნალისტი არ შემოუშვა და რა ხდება მაშინ, გაგვაგებინეთ რა, ძალიან დიდი ბოდიში. ან ამაზე ვინმე შესაბამის
მართლმა კომპეტენტურმა პირმა გააკეთეთ ახსნა განმარტება, რატომ არ შემოუშვით, იმიტომ რომ ოპოზიციას დებთ ბრალს და საზოგადოების რაღაც ნაწილს, რომ აი ეთნიკური შუღლის გაღვივების საფრთხეები არსებობს თურმე, რომელიც საიდან მოიტანეთ არ ვიცი. თუ კი იქ ადამიანები ერთმანეთში სოციალურ ქსელში განვიხილავ, დაუშვათ, უნდა შემოუშვათ, არ უნდა შემოუშვათ პუტინის რეჟიმს გამიჯნულები, ეს ჩათვალეთ თქვენ ეთნიკური შუღლის საფრთხეთ, ეს ჩათვალეთ თქვენ ადამიანური მსჯელობა და რატომ არ შემოუშვით გააკეთეთ განმარტება მაშინ. ნიკა, გიორგის კითხვის გაგრძელება რატომ როგორ ამ კონტექსტში რაც თქვენ ახლა ახსენეთ აყოლებს მთავარს რის საქმელათაც დგება ბრიფინგზე უბრალოდ კაზმავს გარნირად აყრის სხვა ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რომი უნდათ წარმოგიდგენიათ იმის მაგივრად რომ ხელისუფლება დაამშვიდოს საზოგადოება პირიქით აკეთებს მაგრამ მადლობა ღმერთ საზოგადოება არის მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად მადლობა ღმერთს რომ ჩვენ პირადი პოზიცია რა თქმა უნდა განსხვავდება შესაძლებელია ბევრი საქართველოს მოქალაქისგან ამ წუთის მდგომარეობით არ მიმაჩნია სწორად რომ ყველა იმ ადამიანს რა თქმა უნდა ჩვენ საზღვარი ჩაუკეტოთ ვინც ტოტალიტარულ რეჟიმს გამოურბის და ძირითადად ესენი არიან რამდენადაც ახლა მე ვერ ვკევი მეგობრებთან ერთად IT სფეროში წარმატებული ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროებში IT სფეროში დასაქმებული ადამიანები რა თქმა უნდა მე მიმაჩნია რომ ასეთ ადამიანებს ჩვენ არ უნდა უხუროთ კარები და უნდა ვუმასპინძლოთ გარკვეული დროით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სახელმწიფომ არ უნდა გაატაროს ძალიან სერიოზულ სკრუპულოზულ ფილტრში ის ადამიანები, ვინც ამ ტალღას მოუყვება, მაგრამ ცალსახად იმის თქმა რომ იცით რა არა ახლა მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიაში არის ერთი ქალაქი არ დავასახელებ სადაც წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა 19 წლის ბიჭი რუსული პასპორტით ინდო იქ დაიბადა და გაიზარდა მაგრამ დედას და მამაც ქართველი ყავს მიუვიდა ჯარში გაწვევის შესაბუთი და მშობლებს უნდათ რომ მოარიდონ ამ ქალაქს და ამ საფრთხეს და ბევრი ახალგაზრდა ასეთი რომელსაც არ უნდა საკუთარი დიახაც ხორცი საზაბაზნეთ გამოაყენებიოს პუტინს ამიტომ როდესაც ემოციურად ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს უნდა გვახსოვდეს რომ ბევრი ადამიანი არსებობს რომელიც საფრთხის ქვეშ არის მაგრამ ჩვენი უბედურება ახლა პოლიტიკური ადამიანური გახავს შემდეგი ხელისუფლება ძალიან მიზან მიმართულად ცდილობს შუღლის გაღვივებას. ესეთი რამ ისედაც ღელობთ, ხო? ისედაც ღამე არ წინავს. ემოციურად ომში არის ყველა, ხო? ნერვიულობთ. თითოეული ჩამოვარდნილი ჭურვი თითქოს ჩვენ გვეცემა თავზე. და ამ დროს ომის პროცესში გამოდიან, ხალხო, წარმოიდგინეთ, ომი რომ მიმდინარეობს, მაშინ გამოდის ხელისუფლება და ამშვიდებს. საზოგადოება და ესენი პირიქით საუბარი იმაზე ზედმეტია საერთოდ როგორ მოვეკეცით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს არ მქონია ამაზე საუბრის შესაძლებლობა თქვენ და ორი სიტყვით ვიტყვი მრცხვენია რომ მეგობარ სახელმწიფო ჩვენ ბოლომდე ზურგი შევაქციეთ და მრცხვენია იმ ქალების იმ ბავშვების იმ უფროსი თაობის წარმომადგენლების რომლებიც ტანკებს შიშველი ხელებით უკრაინის დროშით წინ უდგებიან და აი ესეთი მორალური დიდი უპირატესობით იმ რუს ჯარისკაცებსაც უკან ახევიებენ და ამ დროს ჩვენ თავს ვესხმით უკრაინის ხელისუფლებას. უკრაინაშიც 3 თვის წინ ინგა გიორგი ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება ჰქონდა ბატონ ზელენსკის რა. იქ ოლიგარქიული მოკლედ ისეთი დისპოზიცია იყო რომ არ ჰქონდა კარგი ცხოვრება, მაგრამ გაერთიანდა ერი როგორ არა კაცო პოროშენკო იულია ტიმოშენკო იარაღას ხმულები ხო კლიჩკო და მთავარი არა აქ პოროშენკოთი რატო დავიწყე საქმე არის მასე აღძრული ზელენსკის ხელისუფლების დროს და რუსკი კარა იძინა ტექსტით ელაპარაკება ოკუპანტებს და ერთად განან ყველანი და ჩვენ რითი უნდა ავხსნათ მე არ ვიცი ზელენსკის
განცხადებებში ნაციონალური მოძრაობის კვალი. ნუ მართლა უხერხული კი არა, იმაზე მეტია და გიორგი სანამ კითხვას დასვამ, აი უკრაინულმა მედიამ იცით რა დაწერა საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, ონჯის აქვს გამოტანილი მოკლედ. ჩემი ომი არ არის, როგორ არ მოისურვა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის დროსო და ასე ქვია სვეტს, რომელიც უკრაინული მედიის ევროპეისკაია პრავდას რედაქტორმა დაწერა, იური პანჩენკო კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების მიმართ და მათ არგუმენტებს არაგულწრფელად მიიჩნევს. ანუ ამას უკრაინული მედიაც ხედავს, ხელისუფლება პოლიტიკურ ბუნებრივია. ხო, ელჩი გაიწვიეს. თავარი, იცით, ამოდიგეთ ეხლა ნაცების კვალი, ნაცების კვალი. ჩვენ რო საუბრის შესაძლებლობა მოგვეცეს ზოგადად ამ ომთან დაკავშირებით, ხო? ჩვენი აზრები, ჩვენი წინადადებები, ჩვენი მოსაზრებები იქნება 100%-ით უკრაინის ხარდაჭერი, ხო? აი ხა უბრალოდ რომ დავფიქრდეთ ძვირფასო მაყურებლებო ამ გადაცემისა, აი როდესაც ქართული ოცნების ლიდერები კამერების მიღმა საუბრობენ უკრაინა რუსეთის ომზე და როგორი არის თქვენიც და ჩვენი აზრით მათი შინაგანი დამოკიდებულება, გუწრფელი პოზიცია, ვისკენ არიან ისინი? მე ვფიქრობ, რომ თვითონ ჩვენგანი ამ კითხვას გუწრფელად დავუსვამთ ჩვენ თავს და პასუხის გაცემასაც ვეცდებით, ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. ახლა ყველა საღად ასევე მოაზროვნა ვიტყვი ადამიანი უკვე ხვდება, რომ რუსეთი არ ყოფილა ისეთი ძლევამოსილი, როგორც მათ ეგონათ, თუნდაც 10 დღის წინ. ხვდება, რომ მთელი დასავლეთი ნელ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცეცხლზე წლამს რეჟიმს და აგერ ვიდრე ჩვენ საუბრობთ თითოეულ რუსეთის მოქალაქეს 20%-ით იპოთეკურ ცეცხლზე გადასახადი გაუძვირდა. 60%-ით გაუფასურდა რუბლი. ხო? 300 მილიარდი რეზერვი სანქციების შედეგად გაუყინეს. ყველა რუსული ეს ანუ იქნებოდა ნაციონალური მეგა თუ საერთაშორისო კომპანია ოპერირება შეწყვიტა. 100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა. უკვე 10 დღეში კონვერტირება რომ მოახდინო შენ დღეს ვალუტისა, ხო, 30%-ს გთხოვენ საკომისიოს რუსეთში. წარმოიდგინეთ 700 მილიონი უჯდება ყოველდღიურად ომის წარმოება. რუსული ეს დიქტატორული რეჟიმი დამარცხება აუცილებლად მორალურად უკვე გამარჯვებულია და ამ დროს ეს ხელისუფლება რას კადრობს ერთი რა იკადრა უკვე ის ადამიანი ვინც ბომბავს იმ ადამიანმა წლების განმავლობაში დევნა გამოაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილზე ხო და ტყვეობაში ყავს აი ამ კობახიძეს აი ამ ივანიშვილს აი ამ ბერბიჭაშვილებს მაპატიეთ რა მე ერთხელ უწოდა ესენი არიან დიახაც გუშინ არ დაგიმალოთ აი ამ ბატონის განცხადებას რომ ვისმენდი აი ვიფიქრე ჩემთვის გამიჩნდა სურვილიო ნეტა მე მომეცე შესაძლებლობა აი მასთან ისეთი თუნდაც შეხვედრისა როგორც მქონდა ჭავჭავაძის გამზირზე იმიტომ რომ დავინახე საშიში ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი რომელიც ბედავს საზოგადოების რაღაცა ნაწილის სახელით დიდ უმრავლესობას ქვეყნის მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენოს მაშინ როდესაც ამავე დროს პუტინის პირადი ტყვე ყავს გამოკეტილი 4 კედელში ხო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც მინდა კითხო ხომ ანუ რას უკავშირებთ ხო რას უკავშირებთ მაგალითად ანუ ბოლოდროინდელ მე მესვი ნებათა ღელვა აქტიობებს მე მესვი ნებათა ღელვა სამართლიანი ბევრის მხრიდან როგორ შეიძლება დრამატულად ასე შეიცვალოს პოზიცია მაგრამ ძვირფას მეგობრებო ახლა გარჩევა იმისა თუ რა იყო წარსულში ამ კონკრეტულ მოცემულ ვითარებაში და წარსულში ქექვის დრო უბრალოდ არ არის მისასალმებელი არის ყველა ის ადამიანი ვინც ნათელ ისტორიის ორ მხარეს დარგება ოცნების ლიდერშიპმა რომ სალომე და ჩართოდა გუშინ ამ აქციას მე ვფიქრობ რომ კი ალბათ იცოდნენ უკვე დიახ ეს ჩემი ვერსია ჩემ კოლეგებს შეიძლება სხვა ვერსიები რა თქმა უნდა შესაძლებელია იცოდეთ ეხლა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ქალბატონ ზურაბიშვილს უყურებს როგორც ქართული ოცნების ნაწილს და მის პოზიციას მიესალმენ გესმით რაც მისასალმებელია მის პოზიციას თუმცა მას ბევრი რამ შეუძლია მათ შორის როდესაც შენ ასეთი პოზიცია გაქვს და შენს ხელთ არის მნიშვნელოვანი ბერკეტი რომ პუტინის ტყვე არ იყოს იქ სადაც არის და ამას არ იყენებ მე ბოლომდე ვერ ვიწამლებ მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერსაც
ბოლო მოიღება და ბერკეტი ისტორიული, რომელიც ქალბატონს აქვს, ამ შემთხვევაში ქალბატონ ზურაბიშვილს გამოსაყენებელი იმისათვის ადამიანი არ მოგვიკვდეს ციხეში, რომელიც შიმშილობს, ხო? აპირებთ რომ მიმართოთ ამ მოთხოვნას. არა, მე ვფიქრობ, ხა ადამიანი უნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა იყოს გაყვანილი. მისი მდგომარეობა მე ახლა წარმომიდგენია. იმიტომ რომ იცოდე რომ შენ შეგიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო აი ამ პროცესებში. ახლა ბატონ პოროშენკოს ხო უყურებ, ხო ღამე ხო უყურებ, ახლა სადაც არ გადავთავ CNN-ი, BBC, Bloomberg-ი, ყველა საერთაშორისო არხზე არის პოროშენკო და წარმოიდგინეთ ახლა მიხეილ სააკაშვილი იყოს თუნდაც პოლონეთში. ანუ მას ქონდეს წვდომა ტელევიზიებთან, ხო? რამხელა საინფორმაციო ომის ფარგლებში უპირატესობის მოპოვების შემძლე ადამიანი არის. საინფორმაციო ომი მოგებული იქნა პირველ ეტაპზე და ამიტომაც გაუჭირდა რუს რა თქმა უნდა. ეს ომი არ წარმოდგა. რა თქმა უნდა, საინფორმაციო რაკეტებისა და ტყვიების გასვლით, ხო? რა თქმა უნდა, ნიკა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რომ კარგად და ვრცლად განმარტოთ ხოლმე ყველა ის განცხადება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კეთდება ან ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. მე რომ წეგან წერილი ვახსენე, ხო? ევროპეისკაია პრავდა, უკრაინული მედია, იქ წერენ რომ ვინმე შეიძლება საყვედური თქვას რომ საქართველო და მოლდოვა არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინამდებ, თუმცა საკითხი ასე არ დგას. თავად უკრაინა უკიდურესად არიძებს თავს სანქციებზე გადაწყვეტილების მიღებას იმ ქმედებებისთვის, რომელიც პირდაპირ არ მოქმედებს ქვეყანაზეო, მაგრამ როგორ მოხდაო? აი კითხვა არის დასმული. როგორ მოხდა რომ უკრაინის მეგობარი საქართველო არ აღმოჩნდა უკრაინის გვერდით? აი ეს არის ევროპული ხაზის მედია საშუალება რა, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ. მადლობა, მშვიდობას გისურვებ და წარმატებას გისურვებ. ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი.